TV11 ფესტივალი რესტორაცია დივანი და ჩაის ქართული ბრენდი გურიელი წარმოგიდგენთ. მოწოდებით სპეციალობით კიბერნეტიკოსი ვარ, მაგრამ შემდეგ ჩემი სპეციალობა შეიცვალა გარკვეული ცხოვრების პირობებით და გავხდი პროფესიონალი სპორტსმენი და პროფესიონალი მოგზაური. საერთოდ რა არის ცით მოგზაური ყოველთვის მზად უნდა იყოს სიკვდილისათვის. მე ამისათვის მზად ვიყავი და ამიტომ ყოველ დღე მიწევდა ხვეწნა ღმერთისათვის, რომ ღმერთო, დღეს რაც პროგრამა მაქვს, ის შემასრულებელია და ხვალ რაც მომივა ჯანდაბას. მეორე დილით იგივე ხვეწნა. და მთელ გზაზე, რა თქმა უნდა, ყოველთვის, ესე იგი, ყველა სალოცავში, ნებისმიერში მე შევდიოდი და მე ჩემებურად ლოცულობდი და ასე. ეხლა ყველაზე რთული პერიოდები არის ის, როდესაც სიკვდილის პირას დგებით. მაგრამ აქ თქვენ შიშის გრძნობა თუ დაგეუფლათ, აუცილებლად მოგერევათ ის, რაც არის თქვენი წინააღმდეგობა. მე შიშს რო გრძნობდი, მაშინ მე გადავრთავდი ხოლმე ჩემს ფსიქოლოგიურ ღილაკს და ვფიქრობდი, აი იმას მე უნდა დავეჯახო, ის კი არ უნდა დამეჯახოს. და მე თვითონ გადავდიოდი შეტევაზე. ხშირად ამანაც გადამარჩინა. იყო თავდასხმები, მაგალითად, ხომ, დანებითაც და რა ვიცი, ყველაფრით. შრი-ლანკაში ერთხელ ბომბებით, 2 ბომბით, ესე იგი, მოვიდნენ და ჩემი ის უნდათ გაქურდვა. და ესეც ვერ განახორციელეს. და მე თვითონ დავესხი მერე თავს იმათ. ამიტომ აქ შიშზე აღარ უნდა იფიქროთ. აქ შიში დაძლეული უნდა გქონდეთ თავიდანვე. თუ უნდა იფიქროთ, როგორ უნდა დაძლიოთ ის, მაშინვე, თორე ის, მაგრამ ამის ანალიზს შემდეგ აკეთებთ თქვენ უკვე. აი, როდესაც გადალახავთ უკვე ამ წინააღმდეგობას. ასეთები რა თქმა უნდა მქონდა, იმიტომ რომ ორჯერ გავიყინე და ესე იგი საშველი, იქ ძალიან ისეთი პირობები, ახლა გობის უდაბნოში, აბა გაყინული დავარდა ადამიანი, იქ არც გზა, არც არაფერი, კაციშვილი არ არის, და აბა როგორ გადავრჩი, ისევ ღმერთით. იყო, ესე იგი, ქარბუქი 24 გრადუსია ყინვა და ესე იგი მე სპეციალური ტანსაცმელი არ მქონია, იმიტომ ის ძალიან ძვირი ღირდა, მე ამას ვერ ვიყიდდი და ჩვეულებრივი ბოტასებით, ჩვეულებრივი რაც მქონდა სვიტრი და ის იმით ვიყავი, ხო? და ისა მოსხმული კურტკა მქონდა, მოკლე, ხო? და ესე იგი გავიყინე. უკვე მთლიანად ყინვა რომ ამოვიდა წელზე და კიდურებით ყველაფერი გაყინულია და უკვე რობოტივით დავდიოდი, უკვე ვეღარც ვაწვევი ველოსიპედს. ველოსიპედი ჩაფუშულია ორივე თვალი, იმიტომ რომ გობის უდაბნოში, ესე იგი, ბალახი არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ფაუნა აქვს ძალიან მდიდარი. ესე იგი, მონღოლეთს და გობის უდაბნოს საერთოდ, გობის უდაბნო არის ჩინეთის ნაწილიც და არის მონღოლეთიც, ხო? და ესე ძალიან მდიდარია ფაუნა. ამ ეკლიან ბალახს ჭამენ. ორკუზიანი ახლები მარტო გობის უდაბნოშია, ისე რომ აი ესეთი ის და მე გავიყინე ამ ქარბუქისაგან, ყინვისაგან და უკვე დავწექი, იმიტომ რომ ვერც ცხვარი ვნახე, ვერც ახლემები ვნახე, ვერც ცხენები რო ჩავწოლილიყავი და გამთვარიყავი. არაფერი არ არის, ვერსად თავს ვერ შეაფარებ და დავწექი და აი ასე დამთავრდა მეთქი სიცოცხლეც, ხო და გავახილე თვალები და იურტაში ვარ. ეხლა ამის მერე გაგრძელება ძალიან დიდია. შემდეგ ასევე მომივიდა ციმბირშიც. ესე იგი -27 გრადუსი იყო, ისეთ პირობებში მოვხდი, ძალიან დიდი მანძილები მაქვს გასავლელი და ასე. ესეც ძალიან საოცარი იყო, საიდან გაჩნდა იქ მილიციელი და მილიციელმა როგორ გადამარჩინა და მოვხდი რეციდივისტ სვან ბიჩთან. ესე იგი, რომელსაც მოკლული ყავდა 3 კაცი, ცოლი მკვლელი ყავდა და სოფიკო და ნინიკო შვილები ყავდა 2 ქალიშვილი იქ. ისეთი საოცარი ულამაზესი ბიჭი იყო ეს, ხო და აი ამათთან. შემდეგ ეხლა გადავიდეთ ცოტა შორს, აი ნორვეგია, შვეიცარია, ფინეთში. -34 გრადუსია. მიწევს, მოკლე გზით, მთებით გადასვლა
ოსლოდან კოპენჰაგენში, კოპენჰაგენიდან იმაში რა ქვია, ფინეთში, ხომ? ხო და ესე იგი ამ თებში სასტუმრო არ არის, არაფერი არა. მოკლე გზით მივდივარ, ზოგან აკიდებული ველოსიპედით, სადღაც თუ დავეშვები, აი ეს იქნებოდა ყველაზე დიდი დახმარება ჩემთვის, მაგრამ დიდი ხანი მიწევს. ესე იგი 6-7 დღე თებში ვარ, ესე იგი დაუსვენებლად და ის და გამეყინა ფეხები. და როდესაც ესე იგი სტოკჰოლმში მივედი ჰოსპიტალში, რომ ფეხები მაწუხებს მეთქი, მე ტკივილები მაწუხებდა, თორე რა მდგომარეობა იყო არც ვიცოდი. და როდესაც მაპატიეთ გამხადეს ფეხზედ, ეს წინდებს წამოყვა მთლიანად კანი, მთლიანად. ხო და თქვენს რომ სასწრაფოდ ოპერაცია უნდა მოიკვეთოს ორივე ფეხი. მე ვუთხარი, ჯერ უარზე ვიყავი, მაგრამ როდესაც დამარწმუნეს რომ ხვალ აღარ იქნები ცოცხალიო და რომელი გირჩევნიო. კარგით მეთქი, დავეთანხმე. მომიტანეს ჩეკი, რომ უნდა გადაიხადო, რომ ოპერაცია ჩავატაროთო. მე ვუთხარი, მე ფული არა მაქვს, ვერ გადავიხდი. ხო და მაშინ არ გაგიკეთებთ ოპერაციას. მომეცით მეთქი ცნობა, რომ არ მიკეთებთ ოპერაციას იმისათვის, რომ ფული არ მაქვს, ვერ ვიხდი. მომცეს ეს ცნობა. წავედი, მივედი ეკლესიაში და მგელს უთხარი ასეთი მდგომარეობა და თუ შეიძლება მოვისვენო დღეს და ხვალდილით მე უნდა დავადგე მეთქი გზას. საშინელი ტკივილები მაქვს. ხო და მგელმა მიმიღო, რა თქმა უნდა, ეკლესიაში მომცა ძალიან თბილი, კარგი ოთახი, შესაბამისად ყველაფერი პროცედურები ჩავატარეთ და ესე ღამეა პირველი საათი და წერ გამწარებული რომ ასეთი დღეში ვარ და თავდება ჩემი ყველაფერი, ხო და დღიურებს ყოველ დღე წერდი. დღიურებს და ამ დროს ღამე შუაღამეზე მიკაკუნებს ეს მგელი გავაღე, რაშია საქმე? მითხარიო სიმართლეო, თუ რამე გაქვსო დანაშაული ჩადენილიო და რატომ მეთქი და ისაო შენო პოლიცია გეძებსო. მე არაფერი არ დამიშავებია. რა არის ისეთი ალბათ ესეც მეხმარებოდა მე ყველა სახელმწიფოში ვიცავდი იმ სახელმწიფოს წესს და კანონს. მე არსად არ ვარღვევდი, ესე იგი მათ წესს რაც იყო. ხო და ისა თხოვეთ მეთქი და მოვიდნენ, მე არაფერი დანაშაული არ მაქვს მეთქი. ხო და ისა დანაშაული თვითონ ამათ აქვთ მეთქი, ამათ იმას საბაჟოს მეთქი, რატო და ესე იგი მოქალაქეობა იმას აქნეს, წამიშალეს მეთქი, საქართველოს მოქალაქეობა და შვედეთის მოქალაქეობა მომცეს მეთქი. ხო და მე ვუთხარი, მე ამაზეც ვიბრძოლე, მე რომ მე არ მინდა შვედეთის მოქალაქეობა, მე ვარ საქართველოს და დავაბრუნებიე, შემდეგ ჩემი მოქალაქეობა, ამაზეც დიდი ის დამჭირდა. ხო და არა მეთქი, ეს ერთადერთი ეს არის მეთქი და არა ესო არ იქნებაო და მოვიდა პოლიცია და მითხრეს რომ ისეო ტელევიზიით რო გეძებენო თქვენო ვერ ნახეთო ტელევიზიაში და მე ტელევიზიას არ უყურებ, აქ ვარ მეთქი ჩემთვის. ხო და თურმე დაუწყია ტელევიზიით ძებნა რომ ხვალ მართლა რაღაც მოუვაო მაგას და დაბრალდებათ, იმიტომ ცნობა მომცეს. ხო და მითხრა მღვდელმა რომ ისეო ჯუმბე რომ მე ვიქნებიო, თავდებიო, რომ მე გადავიხდი მაგ თანხასო, შენ წამოდი ოღონდ და დათანხდიო. კარგით მეთქი და წამიყვანეს საოპერაციოდ, ღამეა 3 საათი ჟურნალისტებით სავსეა ოთახი და უნდათ მომკვეთონ ფეხები და დამაწვინეს საოპერაციო მაგიდაზე და ველოდები ახლა როდის შემოვა ჯგუფი, რომლებიც გადახერხავენ და ხო და მთელი საათნახევარი ვიწექი საოპერაციო მაგიდაზე იმ გაშავებულ ფეხებს, იმას გადაუღეს სურათი ყველაფერი, ხო და შემოვიდა ეს ჯგუფი ქირურგების, ხო? ეს ქირურგი მეუბნება ჯგუფის ხელმძღვანელი კი, მაგრამ რას ფიქრობდიო, საათნახევარი საოპერაციო მაგიდაზე იწექიო და რას ფიქრობდი მეთქი და სად გადახერხავთ მეთქი ფეხებს. მე რამდენი ხანი დაჭირდება შეხორცებას. როგორი პროტეზი უნდა გავიკეთო და როდის წავალ მეთქი სამოგზაო, როდ გავაგრძელო მეთქი გზა, ამაზე ვფიქრობდი მეთქი და ამ ქირურგმა ანიშნა თავის ჯგუფს, რომ ხო გითხარითო მოგზაურებიო ვერ არიანო ფეხებს ვჭრიდო და ეს კიდევ მოგზაურობაზე ფიქრობსო და აი ესეც ძალიან რთული მომენტი იყო ფსიქოლოგიურად ძალიან რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვთხოვე რომ თუ 5-6 დღე ვიცოცხლებ მეთქი
ისა გთხოვთ რომ დაამუშავოთ და ჩავიდე ჰელსინკში და ჰელსინკში მე მივხედავ მეთქი ჩემ თავს ან გადავფრინდები საქართველოში ან და იქ გავიკეთებ მეთქი ოპერაციას და ჟურნალისტები იყვნენ ჩემი თავდები და მართლაც კარგად დაამუშავეს მე ვუთხარი კარგად დაამუშავეთ მეთქი და კარგად დაამუშავეს ყველაფერი და გავაგრძელე გზა და საშინელი ტკივილები ჩავედი ჰელსინკში და იქ გადავრჩი მოკლედ ესეც ძალიან დიდი ისტორია და ასეთი ისინი ძალიან ბევრი მქონდა საავარიო სიტუაციების დროს დამტრეული იმაში პორტუგალიაში ისე დამამტრიეს სავარიო ის მომიწვეს რომ სამი ნეკნი ჩამტრეული მქონდა თავი გატეხილი მქონდა თვალი სუნთლად დამეშალა და როგორც კი გამიკერეს თავი და ეს შემიხვიეს ეს წელი ნეკნები ის თვალი შევცვალე და ისევ დავადექი ასეთ მდგომარეობაში გზას ესე იგი საშინელი გამოცდებით მე გავიარე მთელი ეს მოგზაურობა და ამიტომ მას ქვია ჯოჯოხეთით მავალი ესე იგი ქართველი ასე დავარქვი ესე იგი ნუ რა მომცა ამ მოგზაურობებმა რა თქმა უნდა ეს მოგზაურობები ყველა მარტო მოგზაურობა არა საერთოდ ეს ცხოვრების გზა მე გამატარა ყველა ეტაპზე წარმატებით დედაჩემის სიტყვებმა იგი ბავშვობიდან მინერგავდა მე რომ ჯუმბერ შენ არ შეარცხვინო მამა შენი და რაც გინდა ის გააკეთე გინდა სპორტს გაყევი გინდა ისწავლე მაგრამ მამა არ შეარცხვინო და მე მინდა მადლობა მოგახსენოთ თუ არ მოგაწყინეთ თავი ზუსტად მოლეგზე და